დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. უმრავლესობას აქვს ახალი წინადადება ორი გასაღებიანი სისტემის არსებობასთან დაკავშირებით. პირადად თქვენი მოსაზრება რომ გითხრათ, რამდენად სწორი არის ორი გასაღებიანი სისტემა, რადგან ისინი ზრდებიან ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამ სისტემის არსებობა აუცილებლად. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ის რომ მოსმენების შეჩერების, უკანონო მოსმენების შეჩერების საკითხი ასე გაიწელა, არის სრულიად სამარცხვინო ახალი ხელისუფლებისთვის და აშკარაა, რომ ამ ხელისუფლებაში ჭარბობენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ ჭუჭრუტანიდან თვალთვალი მინდრას აკეთებს თავის აძინებელში და სხვადასხვა ოთახებში. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს თითიდან გამოწვეული მიზეზები, რომ თითქოს სასამართლო თვის გასაღების გადაცემა შექმნის რაღაცა ბარიერებს, ზედმეტ ბარიერებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოზე გადაცემის გარეშე, ამ გასაღების გადაცემის გარეშე ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ უკანონოდ მოусმინოს ადამიანებს. იმიტომ რომ სასამართლოს ნებართვის გარეშე, ფორმალური ნებართვის გარეშე მოსმენების წარმოება მაინც არ შეიძლება. ამიტომ მე არა ვარ კმაყოფილი ამ რაღაცა ახალი გამოგონებებით, მინდა თქვა, რომ ერთმნიშვნელოვნად გასაღები უნდა გადაეცეს ამ შემთხვევაში სასამართლო სისტემას. მე ნაწილობრივ ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს, ოპერატორებისთვის, მობილური ოპერატორებისთვის გადაცემა სწორი არ იქნება. ისინი მართლაც ქვეყნის მოქალაქეები არიან. სრული და იდეალური და აბსოლუტური მხოლოდ ღმერთია და ჩვენს ქვეყანაში სასამართლო მით უმეტეს არ არის აბსოლუტური, მაგრამ ეს ორი ინსტიტუტი ერთმანეთს დააბალანსებს და იქნება კიდე უფრო მეტი, ცოტა უფრო მეტი გარანტიები, რომ უკანონო მოსმენას ადგილი არ ექნება, ვიდრე დღემდე ეს არის. დიახ, მე ვეთანხმები, რომ გასაღები იყოს ეს და კონდეს სასამართლოს. რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ კონდეს სასამართლოს ნებართვის გარეშე ტექნიკურად მოსმენის განხორციელების საშუალება. ამის გარეშე მაინც მოახერხებენ მოსმენას, მინდა გითხრათ, მაგრამ უფრო გაურთულდებათ. არსებობს ესეთი აპარატურები, რომელიც შეიძლება მაგალითად აი სამარშრუტო ტაქსის ტიპის ტრანსპორტში დამონტაჟდეს, მაგრამ რთულია ტექნიკურად მისი განხორციელება, იმიტომ რომ უნდა იდგეს შენს ოფისთან, ან სახლთან, ან აბანოსთან ზოგს ეს აინტერესებს, აბანოში ვინას აკეთებს და მუდმივად ერთი და იგივე ან თუნდაც როტაცია მანქანის, რა თქმა უნდა, ეჭვს გამოიწვევს და მისი აღმოჩენა ადვილია, მხილება ძალიან ადვილია. და ეხლა ბოდიში ვულგარულად ვარ, მაგრამ ვიღაც არის წამოკოტრიალებული სადღაც, მე საღამოთი მოდის მუდმივად რამდენიმე ათასი, რამდენიმე ათეული ათასი რესპონდენტი არის ჩართული, ყველას ყავს თავისი კოორდინატორი, საღამოთი დაждდება და ისმენს ვინ რას აკეთებს, ესე იგი დიახ, ცალსახად მინდა გავმარტო, სისტემა უნდა იყოს ერთ გასაღებიანი და ეს არ უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან რომელიმე სხვა სპეცსამსახურის ხელში და ეს ამ შემთხვევაში უმჯობესია, რომ ჩემის აზრით იყოს სასამართლოს ინსტიტუტის ხელში, თუმცა თუ ვინმე რაიმე ახალ წინადადებას ბიც შემოვა, შეიძლება წინადადების განხილვაც, რა თქმა უნდა. მე ყურადღებით უსმინე ღარიბაშვილს ის გამოსვლებს ევროკავშირში და მინდა ვთქვა, რომ მისი გამოსვლა იყო სრულიად აცდენილი დღევანდელ ობიექტურ რეალობას და სახელმწიფო ინტერესებს. მისი ლექსიკა იყო ერთ-ერთი სააკაშვილის ლექსიკა. და ერთ-ერთი წააგავდა სააკაშვილს, მე არ ეწყინოს ახლა პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ნამდვილად წააგავდა ორმაგი სტანდარტებითაც. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ის აგრესიული ტონი რუსეთის მიმართ და რაღაც მილაქუცება ევროპაზე და ამერიკაზე, ეს უკვე არქაული დროინდელია, ძალიან ძველი აქვს, ძალიან გაიცვით და დუსტიანია. ეს არის სააკაშვილის მიერ დადგენილი რაღაც შაბლონი, სტანდარტი,
რომელ სტანდარტით ნამდვილად არ შეეფერება დღეს არც ჩვენი სახელმწიფოს და არც ირაკლი ღარიბაშვილს არ შეეფერება. იმიტომ რომ ის ახალგაზრდა კაცია და რაღაც ჩვენ იმედი გქონდა, ჯერ კიდევ გვაქვს რომ რაღაცა წინ გავიხედავთ მომავლისკენ და არ დავიწყე არჩევით სააკაშვილის დროინდელ ბნელ წარსულში. ეს ერთი, მეორეს, ბოდიში, მაგრამ მინდა ვიკითხო და მინდა გთხოვოთ, რომ შეკითხვა დაუსვათ ხელისუფლებას. 2008 წლის ომის შეფასება თუ სწორად მახსოვს საქართველოს შიგნით სხვანაირად ხდებოდა ივანიშვილის და ღარიბაშვილის მიერ და ჩემს ასე სწორად და სამართლიანად. და ეხლა იგივე შეფასების გაკეთება, იგივე საკითხის შეფასება იქ ევროპაში ისე ზუსტად როგორც ამას სააკაშვილი აფასებდა და სააკაშვილისთვის პირის ჩამორეცხვა, მობანვა 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობის აცილება, ეს ჩემს აზრით ასევე შეუფერებელი საქციელი არის პრემიერ-მინისტრისთვის. და მინდა შეგახსენოთ, ერთმნიშვნელოვნად მან თქვა, რომ ის რაც დღეს ხდება უკრაინაში, რუსეთს რასაც აკეთებს, ჩვენ ეს უკვე გავიარეთ 2008 წელს, ჩვენს იგივე გაგვიკეთეს. მაგრამ ჩვენ მე მივდიახ, რა თქმა უნდა, არა, ჩვენ ეს აბსოლუტურად განსხვავებული ამბებია. და რატომ? პირველ რიგში სამაჩაბლო არის საქართველოს ძირძველი ტერიტორია და აფხაზეთის. ეს არასდროს არ ყოფილა რუსეთის ტერიტორია. და ეს ნოვორუსია, სადაც ეხლა ომი მიმდინარეობს, ეს რუსეთია. ეს 50 წლის წინ ხრუშოვმა გადასცა უკრაინას. ერთი სახელმწიფოს ფარგლებში ადმინისტრაციული საზღვარი შეიცვალა. ეს აბსოლუტურად თავისი შინაარსით და თვისობრივად განსხვავებული საკითხია. და მეორეც 2008 წლის ომის დროს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება სააკაშვილს და მის ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, რუსეთს არ ჰქონდა უფლება ჩვენი საზღვრის გადმოკვეთის და რუსეთმა, რა თქმა უნდა, ოკუპაცია განახორციელა და დღემდე ოკუპაციას ახორციელებს სამაჩაბლოს ტერიტორიაზე და აფხაზეთშიც, მაგრამ ომის დასაწყისი არის სააკაშვილის კისერზე. სააკაშვილი არ უნდა წამოკიდებოდა რუსების მიერ თვალის დახუჭვას, რასაც მოყვეს ომი და დაკარგვა ამხელა ტერიტორიების. ამიტომ ის, რასაც ერთ რაიმეს სწორად ამბობს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ განსხვავებული არ უნდა თქვას. დაუშვათ რაიმეს პოზიციას არ ეთანხმები ქვეყნის შიგნით ნათქვამს, ქვეყნის შიგნით და გარეთ პოზიციები განსხვავებული არ უნდა იყოს. ამაში ხომ ეთანხმებით? იმიტომ რომ მისი შეხედულება 2008 წლის ომის შეფასება იყო განსხვავებული ის, რასაც აქ ამბობენ თქვენთან ერთად ქართული საზოგადოების წინაშე და იყო განსხვავებული ბრიუსელში ნათქვამი შეფასებისგან. მე ამას გულისხმობთ. კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით გითხავთ, რადგან განსხვავებული შეფასებები საერთოდ თავისუფლია ლაპარაკობდა იმას, რომ ხელისუფლება რეალურად მიცვლის ამ კურსს და ალოსენერს გუნდი ხედავს აი ამ კურსის ცვლილების საკითხს რეალურად. თქვენ სამბობთ, რომ პრემიერის ტონი იყო შეცვლილი. რეალურად ხედავთ აი ამ საკითხს. ისე რა მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ ხელისუფლებას არანაირი კურსი არ შეუცვლიათ. ეს ძალიან სამწუხაროა. ხელისუფლება ზუსტად ერთ-ერთში აგრძელებს სააკაშვილის მიერ განხორციელებული კურსს, საგარეო ხაზგულისხმობ. ამიტომ მე ალასანიას მიუხედავად პატივისცემის და ჩემს მეგობრებს და კოლეგებს თავისუფალი დემოკრატებიდან ამ საკითხში აბსოლუტურად არ ვეთანხმები. კურსი სამწუხაროდ დარჩა იგივე, არქაული, ძველი, ჩამორჩენილი, სრულად მარგინალიზებული. შესაბამისად სახელმწიფოს არის საერთაშორისო ასპარეზზე სრულად მარგინალიზებული. ირონია, ღიმილის მონგრელი არის სახელმწიფოს პოზიციები საგარეო ასპარეზზე. დედამიწა შეიცვალა ძალთა ბალანსი, მიდის მსოფლიოს ახალი გადანაწილება, სრულად ახალი არქიტექტურა, კი არ შენდება, უკვე დაიწყო ამისაზე, უკვე ახალი კონფიგურაცია გამოიკვეთა. და ჩვენ სადღაც აი ბოდიში მეცამეტე გოჭივით, ვიღაცას ვეტენებით და იმისთვის რომ რაღაცა ამერიკელებს სადღაც მივცეს საშუალება რომ რაღაცა ნავთობის ერთი ჭაბურღილი გავაცვლევინოთ რუსებისთვის მათთვის მომგებიან ფასში წირად რეალურად ჩვენს ქვეყანას ასეთი ბრტყელი განცხადებები და მე არ გამორჩეს ნატოს საწვრთნელი ცენტრის მოწყობა ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა ვისაც სამშობლო უყვარს და ვისაც ჭკუა აქვს თავში და პასუხისმგებლობის გზნობა აქვს, ამას ორგანიზებული წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს. და მინდა მოუწოდო პოლიტიკურ სპექტრს ყველა ერთად დავდგეთ, გავერთიანდეთ, გავაანალიზოთ შექმნილი ვითარება და ერთობლივად დავგეგმოთ ხელისუფლებისთვის ამ გეგმის განხორციელებაში, წინააღმდეგობის გაწევა, რა თქმა უნდა, კანონიერ და კონსტიტუციური ფარგლებში.
რატომ შეკითხვა დაისვა რატომ? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ყველა უბედურება, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით ან ეკონომიკური თვალსაზრისით ჭირს, გარდა იმისა, რომ უბრალოდ პოლიტიკური სპექტრი არის სრულიად გარყვნილი, დიდი ნაწილი და უბრალოდ კორუფციაში იხჩობოდნენ დაწყებული შევარდნაძის რეჟიმიდან დღევანდელი ქართული ოცნებით დამთავრებული, არის ჩვენი არასწორი საგარეო ხაზი. ის რომ ჩვენ ვერ მოვზომეთ, ვერ ავწონეთ ჩვენი სურვილების და რეალური შესაძლებლობების თანაზომადობა და თანაფარდობა. ის რომ ჩვენ ვერცერთხელ ვერ ავწონეთ დაგვეხმარებოდა თუ არა ბუში მაგალითად 2008 წელს, როცა სააკაშვილი გააქეზეს მურია და შეაჭამეს დათვსო, პირდაპირ გაგებით მართლა შეაჭამეს დათვს. მაგრამ სააკაშვილი კი არ შეაჭამეს დათვს, საქართველოს შემოეჭამა იმ უზარმაზრად ჩრდილოელ დათვს 2008 წელს და დავკარგეთ დამატებითი ტერიტორიები და ბუშისაგან ჩვენ მივიღეთ პამპერსები. თუ ახლა ამას ფიგურალურად შევხედავთ და გული რო აქ ტკიოდეს, რაც დავკარგეთ იმის გამო, შეიძლება სრულიად ადეკვატური იუმორიც იყოს, იმიტომ რომ პამპერსი ნამდვილად ჭირდებოდა იმ პერიოდში სააკაშვილსაც და ბევრ მის, ესე იგი, თანაგუნდელს, იმიტომ რომ კურდღლებივით, აი ესეთი აგრესიული რიტორიკიდან კურდღლებივით გაიქცნენ საკუთარი ტყავის და ქონების გადასარჩენად წითელ ხიდზე. ეხლა კიდე ერთხელ ასეთი რომ განმეორდეს, მე მინდა ვიკითხო. აი ეს ბდიტელნი რუსები რო იყვნენ ასეთი გამეტყველებით რო ლაპარაკობენ ტყელ-ტყელი სიტყვებით, სად გაიქცევიან? ვინ რომელ სოროში უნდა ეძებო კაცმა არის ის მერე. და დარწმუნებული ვარ, ამას სოროებიდან ვერ ამოათრევ და კიდე დაიკარგება დამატებით ტერიტორიები. სამხრეთ საქართველოში არის მოსალოდნელი დესტაბილიზაცია, აჭარაში არის მოსალოდნელი დესტაბილიზაცია. თბილისის შემოგარენში ძალიან ახლოს აქვთ მათ ისეთი ანკლავები გაკეთებული და არა მარტო რუსებს, მათ შორის თურქებსაც, რომელიც ყველა ისარგებლეს ახლა საქართველოს დასუსტებით. ამიტომ უნდა გავიგოთ ჩვენ, რომ ჩვენ სანამ არ მიხვდებით რა შეგვიძლია და იმას არ შეუთანხმებთ ჩვენ სურვილებს, მანამდე ყოველთვის ესე მდგომარეობაში ჩავარდებით. და ყველაზე კარგი მაგალითი, მინდა გკითხოთ, 50 მილიონიან უკრაინას რა ჭირს იმისთვის, რომ ნატოს და ევროპის კურსი აირჩია? თქვენ ხედავთ? და თქვენ რა ვფიქრობთ, რომ ჩვენ 5 მილიონიანი საქართველო უკვე ისედაც დაშლილი, იგივე წინააღმდეგობის გაწევა შევძლებთ? თუნდაც რასაც უკრაინა ეწევა? უფლება რა არის ჩვენი? თქვენ თუ, იცი რა, თქვენ თუ გულუბრალოდ რაღაც ფანტაზიებში ცხოვრობთ და მიგაჩნიათ, რომ რაღაცა სურვილი როცა გააქვს, ის შენი უფლებაა და ამიტომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, მაშინ ძალიან რთული იქნება მე რომ თქვენ გაგიმარტოთ, გარდა იმისა რაღაცის უფლება რომ გააქვს და გარდა იმისა რაღაც უფლება რომ გააქვს და გარდა იმისა რაღაც სურვილი რომ გააქვს, რისი გაკეთება შეგიძლია, როცა პოლიტიკაში ხარ და დიპლომატიას ახორციელებ და გეოპოლიტიკურ კურსით ესეც უნდა გაითვალისწინო. აი თქვენ მართლაც გაქვთ იმის გაკეთების უფლება, რისი უფლებაც გაქვთ და რისი სურვილიც გაქვთ. მაგრამ პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს და პოლიტიკოს რისი უფლებაც აქვს, ყველაფერს გარეთ ვერ გააკეთებ. ჩვენ მაშინ გითხავთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება კახის და ზაქათალას დაბრუნების? ჩვენ არ გვაქვს უფლება სოჩის დაბრუნების? აი რუსეთს ჰქონდა უფლება რომ დაებრუნებიან ნოვორუსია, მაგრამ ძალაც ჰქონდა და დაიბრუნა. ზუსტად იგივეა, ეხლა ჩვენ რომ სოჩი დავიბრუნოთ, ისაც ღალატით ორჯონიკიზემ რუსეთს მისცა. რო კონდეს ამის თავი, ვინმე აქედან თქვენ გამოხვალ და მე გამომაცხადებ დიქტატორად? არა ხო? ხო და იგივეს აკეთებს პუტინი. ამიტომ ნუადარებთ პუტინი რასაც აკეთებს უკრაინაში იმას, რაც გააკეთა საქართველოში იმასთან. ორი განსხვავებული რამ არის, იქ თავისას იბრუნებს და აქ ჩვენი წაგვართვეს. აი დიდი განსხვავება სად არის? ამიტომ ძალიან კარგი მაგალითია, აი საქართველოს და რუსეთის საზღვრებზე სოჩის დაბრუნების მაგალითი, რაც გვაქვს უფლება, მაგრამ თავი არ აქვს შესაძლებლობა და თუ კი ვინმე დაიწყებს ამის განხორციელებას, იქ იქნება ის დაღუპავს რეალურად ქვეყანას, ხო, გამოიწვევს რუსების საპასუხო დარტყმას, ხო? მაგრამ პუტინს ჰქონდა ამა ძალიან კარგად დაწონა, იცოდა რა ძალების დაუპირისპირდებოდა, ყველას ერთად მოუგო. ყველას ერთად მოუგო, სილაკი არ გააწნა, მუხლებზე დააყენა ევროპაც და ამერიკაც. და ვერაფერი ვერ ქნა. გარდა იმისა, რუბლის კურსი ოდნავ დაეცა. და გუშინდელი მონაცემები რუბლმა დაიწყო გამყარება, დაიწყო ზევით სვლა. ეს არის. ამიტომ უნდა გაითვალო რა შეგიძლია, როცა შენი მაპატიეთ
არასწორი მოქმედების გამო შენი სამშობლო ისჯება და ხალხი ისჯება, შენ ამაში დამნაშავე ხარ. შენ უნდა მოზომო როდის გააკეთო. ერთია შენი სიმართლე რა გეკუთვნის. ჩვენ რა სარფი ვისი ტერიტორიაა. ტრაბზონამდე ეს არ არის საქართველო? მე რა შეგვიძლია დავიბრუნოთ. მე მახსოვს ეროვნული მოძრაობის დროს ძალიან ბევრი მეც მათ შორის ძალიან სერიოზულ დონეზე განვიხილავდით ტრაბზონამდე საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებას კაცო. ეხლა მეღიმება კიდეც ამაზე. გულწრფელად რო გვინდა ჩვენ მივაჩერა შეიძლებოდა. ხარ შეიძლებოდა რკინიგზაზე სამტრედიედან რო ბლოკადას რუსეთს უკეთებდით ხო გახსოვთ? თქვენ არ გემახსოვრებთ ეს? მე მახსოვს ჩვენ იყო ესეთი მოძრაობა რუსეთს ბლოკადა მოუწყვეთ ჩვენ ქართველებმა სამტრედიის კვანძს გადავკეთეთ იქ ჩვენი კოლეგები დაწვენ სამტრედიაში კვანძზე რომ აქედან მანდარინი არ წასულიყო გვეგონა რუსებს დავახჩობდით უმანდარინოთ და უღვინოთ და ერთ კვირაში საქართველოში მაღაზიებს საპონი აღარ იყიდებოდა სხვა არაფერზე არ ვლაპარაკობ კარაქზე და ზეთზე და ბრინჯზე და მაკარონზე საპონი აღარ იყიდებოდა ერთ კვირაში აი იგივე არის ზუსტად ეს უფლება გქონდა ჩვენ უფლება სამტრედიაში რომ დავწოლილიყავით რკინიგზაზე და გადაგვეკეთა ბლოკადა გამოგვეცხადებია რუსებისთვის ხარხარებდა მთელი მსოფლიო და აი ჩვენს უფლებაზე ნატოში შესვლა და აქ ბოევიკების საცვლელი ცენტრების მოწყობაზე ხარხარებს ეხლა მთელი მსოფლიო და ეს სხვა არაფერი არ არის რაც სააკაშვილო 2008 წელს ცხინვალის დაბომბვით გააკეთა სხვა არაფერი არ არის არანაირი განსხვავება არ არის მოდი მაშინ დავსვამ შეკითხვა ჩვენ არ გქონდა უფლება ცხინვალში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის არ გვაქვს უფლება გეკითხები ხო გვაქვს ეს ხო ჩვენი ქვეყნის ტერიტორია ვინ ეკითხება რუს ან ამერიკელს ან ევროპას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვენ რას გავაკეთებ რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაბომბვა იყო დანაშაული სისხლის სამართლის დანაშაული იმიტომ ის ოსი რომელიც იქ ცხოვრობს ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და მისი მკვლელობა ისეთივე დანაშაულია როგორც აქ თბილისში სამტრედიაში ვინმეს მკვლელობა ეს არ უნდა გვექნა მაგრამ რაღაცა ისეთი ოპერაციის განხორციელების უფლება იქ სადაც კრიმინალური ანკლავები აქვს სამაჩაბლოში და აფხაზეთში შექმნილი ჩვენ ამის განხორციელების უფლება გვაქვს მაგრამ თავი არა გვაქვს გამიგეთ ამიტომ ეს უნდა მოიზომოს და კიდევ ერთი ნეგატივი რატო არ შეიძლება ნატოს საცვლელი ბაზის მოწყობა აქ იგულისხმება ამ ბაზაზე სირიელი ბოევიკების გადამზადება ეხლა ამერიკელებს აწყობთ ესეთი ტერმინი და იყენებენ ამას რომ ზომიერი ოპოზიციის მომზადება ეს ზომიერი ოპოზიცია ზუსტად ისეთივე ტერორისტები არიან როგორც არის ისლამური სახელმწიფო უბრალოდ ეხლა ეს ზომიერი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ბოევიკები არიან ამ ისლამურ სახელმწიფოს დაპირისპირებული და ამათი გამოყენება უნდათ ჯერ ისლამური სახელმწიფოს და მერე ბაშარ ასადის წინააღმდეგ არ უარყოფ ვინ გითხრათ უარყოფილი იყო და მე აღმოჩნდა თურმე აგერ აკეთებენ არ ისი რა ჩემი აზრით დობის ჯგუფში აი ამ პლასტში თავდაცვის სამინისტროს თემის გადატანამ მოუმატა პოლიტიზაციის ხარისხი ამ საკითხს. ეს ისეთ პოლიტიზირებული იყო, კიდე არ გინდა პოლიტიკოს და მე თუ ახლა მინისტრ და პარტიის ლიდერს რაც ეხება ჩაისასრობს ვამ ჩვენ ესეც პოლიტიკური აქტია, მინდა გითხრათ, მიუხედავად და მით უმეტეს როცა რაღაცა, ესე იგი, სისხლის სამართლის საქმე იგრძრება პოლიტიკურ ლიდერზე, მაგრამ ახლა ამის სუფთა პოლიტიკურ პლასში გადატანა, აი დობის ჯგუფში გადატანა, იქ სადაც უმრავლესობა ამან ხარისხი მოუმატა პოლიტიზაციის. მე ვფიქრობ, აქ ამ საკითხზე საერთოდ ზოგადად ბევრ საკითხში ეს ეთყობა ქართულ ოცნებას არ ეწყინოს არავის, იქ არიან გამოცდილი პოლიტიკოსები, მაგრამ ბევრ ჩვენს კოლეგას პოლიტიკური კლასი არ უარგა და ბევრ საკითხში რაშიც მართლები არიან, ეხლა ამ თემაზე არ ვლაპარაკობ, ზოგადად ვამბობ, მართლები არიან, მტკუნდებიან, იმიტომ რომ ეს კლასი არ ყოფნიდა ისეთ ნაბიჯს გადადგამენ რომ მართლაც იძლევია მე საშუალებას რაღაცა კუდები გამოებას. კონკრეტულად მე ვერ გეტყვით ეხლა ალასანი არის თუ არა დამაშავე ძიება უნდა თქვას. მაგრამ პოლიტიკური სუნი ყოველთვის ազდის პოლიტიკური ლიდერის მიერ წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს და რატომ რომც დამტკიცდეს
ალასანიას ბრალიულობა, თუმცა მე მაქვს ალასანიასთან მეც გამიჩნდა ეს კითხვის ნიშანი, რატო არის მაგალითად იგივე რაც ივანიშვილს ჰქონდა. რომ რატო იყო თავდაცვის სამინისტროში ტენდერებში გამარჯვებული და პრივილეგირებული მიშა სააკაშვილის კომპანიები. კვებაშიც და სილქნეტიც ჩვენ ვიცით რომ ეს არის სააკაშვილის ბიზნესი. დღემდე სააკაშვილის ბიზნესია და დღემდე ნაციონალები ფინანსდებიან აქედან. ეს კითხვის ნიშანი ივანიშვილის მარაც დასვა ეს ძალიან ობიექტური კითხვის ნიშანია. მაგრამ ეს ავტომატურად კორუფციას არ ნიშნავს. კორუფცია უნდა დამტკიცდეს. არის თუ არა კორუფცია. არ დავარიყავი?